თუ ფიქრობთ, რომ ნიდერლანდების გრან-პრი ფერარისთვის უიღბლო იყო, მაშინ ეს ამბავი ბედის სასტიკი ირონიის შესახებ აუცილებლად უნდა ნახოთ. მით უმეტეს, რომ იტალიის გრან-პრი მოდის და ეს ისტორია სწორედ იტალიაში, მონცაზე 1995 წელს მოხდა. ფერარის პილოტების წყვილი ალეზი და ბერგერი სეზონის ბოლოს ტოვებდა გუნდს და გზას მიხაელ შუმახერის ეპოქას უთმობდა. ცხადი იყო, რომ ეს მათი ბოლო იტალიის გრან-პრი იქნებოდა ფერარის გუნდის რიგებში. სარბოლო უიკენდის წინ კარგი სამზადისის მიუხედავად ფერარიმ კვალიფიკაციაში ვერ გაიბრწყინა. ბერგერმა მესამე, ალეზიმ კი მხოლოდ მეხუთე ადგილი აიღო. მაგრამ რბოლა მათთვის საუკეთესო სცენარით განვითარდა. პოულის მფლობელი დევიდ კულთჰარდი გასახურებელ წრეზე ტრასიდან გადავარდა, თუმცა პირველ წრეზე მომხდარი მასიური ავარიის გამო სათადარიგო ბოლიდით რესტარტზე დაბრუნების უფლება მიიღო. კულთჰარდი რბოლას მაინც გამოეთიშა, რადგან მე-13 წრეზე მას მუხრუჭე მოუნტყუნა. 23 წრეზე დეიმონ ჰილი მიხაელ შუმახერს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ტრასის მიღმა აღმოჩნდა. ეს უკვე მათი მეორე შეჯახება იყო სეზონში დეიმონ ჰილის შეცდომის გამო და მიხაელმაც უკმაყოფილება ვეღარ დამალა. მთავარი ფავორიტების ჩამოშორების შემდეგ ბურთი და მოედანი ფერარის პილოტებს დარჩათ. გეგმიურ პიტსტოპზე ალეზიმ ბერგერს გადაასწრო. სხვა კონკურენტები ძალიან უკან იყვნენ და ტრიბუნებზე ტიფოზებმა უკვე ნანატრი გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს, მაგრამ სწორედ აქ ალეზის ცნობილი სპორტული იღბალი ჩაერია საქმეში. ფრანგის ბოლიდის უკანა ფრთაზე კამერის სამაგრი დასუსტდა. 32 წრეზე ეს კამერა მოსახვევი დელა როჯიას წინ ალეზის ბოლიდს გაძვრა და თანაგუნდელის ბოლიდს წინა მარცხენა დაკიდება მოაგლიჯა, რის გამოც ბერგერი რბოლას გამოეთიშა. ფინიშამდე 8 წრე იყო დარჩენილი, როდესაც ალეზის ბოლიდზე უკანა მარჯვენა საკისარი გამოვიდა მწყობრიდან და მისი რბოლაც ბოქსებში ნაადრევად დასრულდა. მონცაზე გამარჯვება ჯონი ჰერბერტს დარჩა, რომელიც ჩვენი სხვა ლეგენდარული ლოტუსის გაკოტრების შესახებ ისტორიის გმირია. იტალიის გრან-პრი კვირას გაიმართება და ჩვენ ერთმანეთს მის შემდეგ შევხვდებით. დროებით.